მესიჯი ნურად ქონდა ცხადია მშვიდობა freedom ქვია სიმღერას. ამ სიტყვების შემდეგ მარიამს ბევრმა დასცინა, ენა არ იცისო. ბევრმაც გაამართლა, მერე რა მოხდა, შეეშალაო. თავადაც დატოვა პოსტი, ოკეი არის შეცდომების დაშვებაო და რა მაინტერესებს, კიდევ ისთვის არის ოკეი შეცდომების დაშვება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ან ავსტრიაში საქართველოს საელჩოსთვის, იმიტომ რომ დღეს მხდება საელჩოს პოსტი, რომელიც სამინისტროს გვერდიდან აქვს გაზიარებული და ეხება მინისტრის მაგა ბოჭორიშვილის ვიზიტს ავსტრიაში. ქართულად ბევრ კარგ რაღაცებს ვკითხულობთ. ინგლისურად მხოლოდ ის წერია, რომ შეხვდნენ, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ფარგლებში თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და სხვა აქტუალური თემები. შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გადავედი და იქ ვკითხულობ, რომ ავსტრიისთვის და ევროკავშირისთვის ზალდობა მიუღებელია და ამის გამო 120 მილიონიანი დახმარება შეუწყვეტეს 24 წელს და 25-ში საერთოდ არ გეგმავენ, რომ წინსვლის ნაცვლად უკან მიდის საქართველო და კურსის შეცვლა საჭირო და უამრავი ნეგატიური რამ, მაგრამ ეს ყველაფერი გერმანულად. თქვენთვის კი სრული გამოსვლა, რომელიც ინგლისურად იყო, თარგმნით და სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ Facebook და YouTube არხებზე. And unfortunately, today we had many difficult topics also on